მოგესალმებით, თქვენ ხართ არხზე სიმართლის მეფე და დღეს მე მოგიყვებით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. დავიწყოთ. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები დაიწყო მსოფლიოში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მსოფლიო დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების, გავლენის სფეროების და კოლონიების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი. პირველი მსოფლიო ომი, სადაც ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთის იმპერია და იტალია გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთის იმპერიას და ბულგარეთს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ომში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორია ფრონტის ხაზად იქცა, სადაც რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები. ცვლილებების განიცდიდა რუსეთის იმპერიაც, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დიდ რესურსებს ხარჯავდა და რევოლუციური მოძრაობების ჩახშობას ვეღარ ახერხებდა. შედეგად 1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციამ გაიმარჯვა. 1914 წელს პირველ მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუსეთის იმპერიისაგან საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლმა ქართველებმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი დაარსეს, რომელიც გერმანიასა და ოსმალეთთან თანამშრომლობდა და მათ მხარეს იბრძოდა. ომში გამარჯვების შემთხვევაში ეს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობას ჰპირდებოდნენ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგად რუსეთში სამეფო ხელისუფლება დროებით დემოკრატიული მმართველობის შეიცვალა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის მიზნით ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი ოზაკომი 9 მარტს შექმნა. იმავე წელს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლშევიკების გარდა ერთობლივი მოქმედების მიზნით ინტერპარტიული საბჭო შექმნეს. 1917 წლის 12 მარტს ქართულმა ეკლესიამ 1811 წელს რუსეთის მიერ გაუქმებული დამოუკიდებლობა აღიდგინა. ეს იყო ქართველი ავტოკეფალისტების მრავალწლიანი ბრძოლის წარმატებული დასასრული. ამიერიდან საქართველოს ეკლესია განაგრძობს თავის ავტოკეფალიურ ცხოვრებას, რომლის სვებელს წინააღმდეგ მსოფლიო კრების დადგენილებას 100 წლის განმავლობაში განაგებდა რუსეთის თვითმპყრობილობა, ნათქვამია სამღვდელოების კრების ოქმში. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, იმავე წლის 17 სექტემბერს გამართულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად კირიონ მეორე საძეგლიშვილი აირჩიეს. 1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა ყრილობამ მათგან კარგულებაში მყოფი ქონების საკითხის განხილვა დაასრულა. ყრილობის მიერ მიღებულ დადგენილებაში ეწერა, რომ ყველა უძრო მოძრო ქონებას, რაც კი შეადგენს თბილისის თავად-აზნაურობის კუთვნილებას, როგორც წოდებრივი ორგანიზაციისა და თავად-აზნაურობის აღიარების მთელი ქართველი ერის ავალდიდებად და გადასცემს საკუთრებად საქართველოს თვითმმართველობის საჯარო უფლებრივ ორგანოს, როდესაც იგი შეიქმნება. ქართულ თავად-აზნაურთა ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწმობა საბაბი გახდა. ქართულ თავად-აზნაურთა მიერ ხალხისთვის გადაცემული ქონება სათავადაზნაურო ბანკი, რომელსაც წლიურად 300,000 მანეთი მოგება ჰქონდა. 300,000 მანეთი მაგრუს იყო ძალიან ბევრი და დღევანდელ ფულში თუ გადავიყვანთ, მაინც ძალიან ბევრი გამოვა. თავად-აზნაურთა შენობა 120,000 მანეთი წლიური შემოსავლით, ელექტროსადგური 100,000 მანეთი, კახეთის რკინიგზა, რომლის ღირებულება 18 მილიონ მანეთს შეადგენდა, ქართული გიმნაზია, დღევანდელი თსუ-ს პირველი კორპუსი, შენობის ღირებულება 2 მილიონ მანეთს შეადგენდა. 1917 წლის 7 ნოემბერს ბოლშევიკმა რუსეთში დროებით სოციალისტური მართვა დაამარცხა. საბჭოთა სოციალური ამ ცვლილებას უარყოფდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური პარტიები.
ემატებოდა, რომ კავკასიის არცერთ ქვეყანაში ბოლშევიკური პარტიას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. სამხრეთ კავკასია გაემიჯნა რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობას. 14 ნოემბერს დაარსდა ამიერკავკასიის კომისარი, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის სომხეთის გაერთიანებას. მას რუსეთში დამფუძნებელი კრების მოწმობამდე უნდა იარსება. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის 1918 სომხეთის გაერთიანებას 6 იანვარს ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება დაითხოვეს, მას კავკასიის საბოლოოდ გაიმგზავნა და 1918 წლის 10 თებერვალს საკანონმდებლო ფუნქციებს ამოჭრილი ამიერკავკასიის სეიმი არჩეული დამფუძნებული რუსეთსა და კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად კავკასია საბრძოლოდ გაემგზნა რუსეთს პირველი მსოფლიო ომი და 1918 წლის 10 თებერვალს საკანონმდებლო გამოყვანის 1918 წლის ამიერკავკასიის თებერვალ-მარტში მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. ოსმალეთის პარტიული საბჭოს დადგენილი ასევე ყარსის ოლქის გადაცემის საკითხი დააყენა. 19 ნოემბერს იმ ეტაპზე არც საქართველოს ეროვნული რუსეთის ხელისუფლებისთვის იყო 21 ნოემბერს ეროვნული აქტუალური აირჩია ეროვნული საკითხი აქტუალური, რომელიც მოგვიანებით ამიტომ ოსმალეთის საკითხונה დაკმაყოფილდა. მოლაპარაკებები 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად კვლავ გრძელდებოდა პირველი მსოფლიო ომი. ოსმალეთის ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა პირველი მსოფლიო ომიდან რუსეთის გამოყვანის მიზნით 1918 წლის თებერვალს მარტში მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. ოსმალებმა მისთვის ბათუმისა და ართურის ოკრუგების, ასევე ყარსის ოლქის გადაცემის საკითხი დააყენა. იმ ეტაპზე არც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებისთვის იყო ეს საკითხი აქტუალური, ამიტომ ოსმალეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელისუფლების გაფორმებით დასრულდა. სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა. ამიერკავკასიის სეიმის დელეგატები რუსული ჯარი გავიდა. ოსმალეთს ამ ტერიტორიების დასაკვირვებლად გზა გაეხსნა. ოსმალეთს ამიერკავკასიის ხელისუფლება არ დათმობდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების პირობას. თუმცა ოსმალეთი მიღებული პირობის კავკასიის ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით და სადავო საკითხებით ამბიციური გეგმები ჰქონდა. მოგვარება ოსმალეთთან პირდაპირ მოლაპარაკებების დაწყებით ტრაპიზონის კონფერენცია 1918 წლის 14 მარტს ტრაპიზონში ამიერკავკასიის დელეგაციასა და ოსმალეთის იმპერიას შორის სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა. ამიერკავკასიის სეიმის დელეგატები აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით ამიერკავკასიის მთავრობა ოსმალეთის სამხედრო აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით ცდილობდნენ ოსმალეთის და ზავით სამხრეთ კავკასიას ამიერკავკასიის მართალია ფორმალურად, მაგრამ კვლავ არსებულ ნაწილს აღდგებოდა. რუსეთის ნაწილად ოსმალეთი ამიტომ 1918 წლის ოსმალეთის ამიერკავკასიის არ კმაყოფილდება. ამიერკავკასიას დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918 ეს არის პირველი ნაწილის ბოლო და მარტსა და აპრილში იქნება მეორე ნაწილი, რომელიც გამოვა ყარსის ოლქი. ერევნის გუბერნიის დიდი ნაწილი. მადლობა მოსმენისთვის. ამით ვამთავრებთ ჩემ ვიდეოს. როგორც გითხრათ, ხვალ გამოვა ამიერკავკასიის მეორე ნაწილი. ხვალ გამოიწვია თავში გააზიარეთ ვიდეო და დააყენეთ ლაიქი და ზავი ითხოვა. სამხრეთ კავკასია მართალია ფორმალურად, მაგრამ კვლავ რუსეთის ნაწილად ითვლებოდა. ამიტომ 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.